ძალიან მაგარ ამას გეტყვით და ეს არის ლამის ექსკლუზივი. მე აღარ მახსენდება რომ ვინმესთან მოვყევი თუ არა. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლების პერიოდში, სწავლის დროს ვიდექი რუსთაველის თეატრთან და ველოდებოდი, როდის გამოივლიდა ეროსი მანჯგალაძე, როდის გამოივლიდა გოგი გეგეჭკორი, კახი, რამაზი, სალომე, აი რამდენი ერთი დაგისახელოთ. საბედნიეროდ ყველა მათგანს ყავდა მანქანა და ქვედა გასასვლელიდან გადიოდნენ და მე ვიდექი ხოლმე სულელი ვიდიქდა. ნუ საბედნიეროდ თუ საუბედროდ კიდე კაცმა არის ის და ვერც ერთხელ ეროსი მანჯგალაძე ცხოვრებაში როგორი იყო ვერ ვნახე და ჩემთვის იყო აი როგორ გითხრათ ყველაფერი რა. მოვიდა პერიოდი რომ ვამთავრებ უნივერსიტეტს და ბატონმა მიშამ თქვა რომ რაღაც უკაცრავად ჩემი ერთ-ერთი სპექტაკლი ნახა და თქვა რომ მე ეს ბიჭი უნდა მივიწვიო ჩემ ახალ თეატრში. აი მე ვიყავი უბედნიერესი და ასე შემდეგ და როგორ დავდიოდი ფეხის წვერებზე რომ ვინმესთვის რაღაც. მეოთხე კურსზე ვარ და მომიხდა ჩხუბი თეატრალურ უნივერსიტეტში ვიღაცასთან რაღაც ესეთი სერიოზული ჩხუბი და შესასვლელში მოხდა ეს ჩხუბი მაინცა და მაინც და შეესწრო ბატონი მიშა. მაგ დროს გამოიარა მაინც და თავისი პაპკა ჩამარტყა ხელში და ატყდა ერთი ამბავი რომ ეს გასარიცხია კაცო ეს ხულიგანია ეს ამისთანაა იმისთანაა და მოკლედ გასაგდები ვარ რა და ქალბატონმა ლილიმ გადაწყვიტა რომ ვისა რაც სწავლობდი და ვინც ჩემი ყველაფერი იყო შევიდა რექტორთან და უთხრა ამას გაუშვებ და მეც სწავალო. აი ესეთი ამაგარ მხარდაჭერა დამიდგა ხო არაშეულებრივი ნუ ეხლა თვლიდი რომ ჩემი მეორე დედა იყო და ერთი ოჯახი ვიყავით და ასე შემდეგ. დავამთავრე რა თქმა უნდა ინსტიტუტი ერთ თეატრში მე არ წავედი, მიწვევა მომივიდა 4 თეატრიდან, არც იქ, იმიტომ რომ ჩემი ორი მეგობარი წამოვიდნენ თუმანიშვილის თეატრში და მე სპეციალურად არ ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა რომ განაწილების garaშე დავრჩენილიყავი, გესმით? არ წავედი რუსთაველში, არ წავედი მარჯანიშვილში, არ წავედი ახმეტელის სანდრო მრევლიშვილის თეატრში და წავედი მაშინ ახმეტელის თეატრი არ იყო, მაშინ იყო გლდანის თეატრი. ბატონ ლერი მაქსაშვილთან. იქ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები და იქ სცენაც არ იყო, არაფერი არ იყო აბსოლუტურად რა, უბრალოდ ვიკრიბებოდით, გამარჯობთ, წავიკითხოთ პიესა, ვიზახე ეს არის თეატრი, რა უნდა ვქნა რაც. როგორც იქნა ერთი ძრავი ჩამოვიდა, დაამაგრეს სცენაზე, რაღაცა ფიცარნაგი გააკეთეს, რომ აი აქ ჩვენ გავივლით მელეოკო და აი აქ იქნება სცენა, აქ იქნება რეპეტიცია, არ ვიცი. მოკლედ ერთი სპექტაკლი იქ ვითამაშე იმ თეატრში ყველაფერი გავიღე იმ სპექტაკლისთვის ნახეთ რა გულისხმობ ჩემი ხელით შევაკერინე ჩოხა ახალუხი მე და ბებია ჩემი ვიდექი დავკერავდი ჩექმები რომელიც შემიკერეს ცოტა განიერი ყელი ქონდა და ის მე თვითონ ჩავავიწროვე კამარხანჯალი ვერცხლით მოჭედილი და ასე შემდეგ ყველაფერი მე გავაკეთე ჩემი ხელით ეს იყო სპექტაკლი მთანი მაღალნი და მე ვითამაშე მოლა მუსაიკ. ბატონ ნუგზარ ყურაშვილთან ერთად. ძალიან კაი იყო. ძალიან ისე კარგად მახსენდება. ვითამაშე და დავწერე განცხადება და წამოვედი. არ მიშვებდა ბატონ ლერი, არა მეთქი არ შემიძლია უნდა წავიდე და წამოვედი თეატრიდან. ჩემი ფხუკების გამო და დავრჩი ესე. გავიდა 6 თვე და სრულიად შემთხვევით აი აქ ლეხანოვზე აღმაშენებელზე შევხვდი რუსუდან ბოლქვაძეს და რა ხდება გოგა თეატრში გამომკითხა ჩემმა ჯგუფელმა. მე ვთქარ წამოსული ვარ მეთქი როგორ თეატრში არა ხარ არა მეთქი თეატრში არა რამდენი ხანია 6 თვეა მეთქი თეატრში უკვე აღარა ვარ რა დავიღალე წადი მოდი წადი არ შემიძლია მეთქი რა
უიო რას ლაპარაკობ ძალიან მეწყინა რომ თეატრში არ ახარ დავემშვიდობეთ ერთმანეთს ამა გულში რა ჩაიდო მე რა ვიცი და მესამე დღეს ზარია და ბატონი მიშა თუმანიშვილს უნდა თქვენთან შეხვედრაო მე და აი გამეყინა ხელები აქ როგორ უნდა მოვსულიყავი არ ვიცი აქ იყო ესეთი გრძელი შემოსასვლელი დერეფანი კაბინეტები და აი იმ ადგილას იყო დიდი კაბინეტი ბატონი მიშას შევედი კაბინეტში ბატონი მიშა დამხვდა ულამაზესი კაცი იყო აბრძანდი როგორ ბრძანდებით კარგად კიდე ჩხუბობ უი არა ბატონო მიშა რას ლაპარაკობ მაშინ მეუთხარი პატარა ბიჭი ვიყავი ეხლა რაღაცა დავბრძენდი რა ძალიან სერიოზული კაცი ვარ მოიცა კაცო აღარ ჩხუბობ არა მეუთხარ მაგას ჩემი ჩხუბების გაუგია მაშინ რაღაცა გაუგებრობა იყო და ეგ იყო და ეგ კარგიო გავიგერო თეატრიდან წამოსულხარო კი მეთქი რა კონფლიქტი წამოხვედიო ბიჭო არ ჩხუბობ მეუთხარ მე გამაჯ როგორ არ გესმე როგორო ეხლა მე შენ რომ მიგიღო ამ თეატრშიო და ბატონი ლერი პაქსაშვილზე მეუბნა რომ მომივარდეს თეატრშიო რომ ეს როგორ გამიკეთე ვინ უნდა მოგივარდეს მეთქი აი ჩხუბობ არა შენ გაწო მივიღე და ხოიცი აი რაღაც ისე მითხრა რომ მომივარდეს აქ მე რა ვქნა ვინ უნდა მოგივარდეს მეთქი და აი ჩხუბობ რა ვქნა მოკლედ მითხრა ესეთი რამე რომ მეო შეამოვნებითო და აი უბრალოდ შტატი მატი რაღაცა ოფიციალური ეგენი არ ვიციო და აი დირექტორთან შედიო და გაგარკვევსო რა დირექტორთან მე მიგიღებო მითხრა კარგი მეთქი ამოვედი აქ და ეწერა დირექტორი და მაშინ ახალგაზრდულ კლუბში რაღაცა ფილმებს ახმოვანებდი რაღაცებს მაიმუნობდი ჩემი მეგობრები და მე და ძალიან მიყვარდა ეროსის ფრაგმენტების რაღაცა გამეორება თუ რაღაცა ცდილობდი რომ ინტონაცია მაინც მქონოდა ეგეთი და ამიტომ სწორედ ეროსის ინტონაციით გავაღეკარები და შეიძლება შევხედა ეროსის ის თურმე ჩემი თეატრის დირექტორი არის ეროსი მამიკალა და საათორე შემოდი ითხრა რომ აი მე შენ გოგა გამიცივდა ყველაფერი ვინ აღარ ბიჭო აი მე დედა აი ვიცი მე მომკვდე კიდე მეოთხარე ეს და ვიცი კაცო მე ყველაფერი ვიციო და ხა შტატი არა მაქონა რეზო ჩხეიძეს შევაწუხებო და იქნება როგორმე მოახერხო ეს იყო ოქტომბერი ნოემბერი და დეკემბერში ჩვენ ესეთი ტრადიცია გქონდა რომ 31 დეკემბერს სცენაზე იშლებოდა დიდი პურმალი ნუ სუფრა ბატონ მიშას მოქონდა წითელი ვაშლი და ყველა მსახიობს აი ესე გადაუგდებდა ვაშლს და იმას უნდა მოეყოლა წლის მანძილზე რა გამოუვიდა რა ვერ გააკეთა რა როლზე ოცნებობს და ასე შემდეგ. და იმ ახალ წელს ეროსი იყო თამადა. და ჩვენ უშტატოები დარბაზში ვისხედით და ჩამოუცხეს შავი ღვინო ეროსის და სანამ დავიწყებო სუპრასო და სანამ პირველ სადღეგრძელოს ვიტყვიო ამოდი ერთი შენ სცენაზე ავედე მე გილოცავ შტატში მიღებასო და საახალწლო საჩუქარი ასეთი უნდა მომცეს ფლომასტერი და იმ სუფრაზე ხელი მომაწერინეს და აი იმ დღის მერე დავბერდი ამ თეატრში და ჩემი ცხოვრების ბოლომდე ეგრე იქნება